შუა დღემშვიდობის აუმარჯოს. დღეს ბევრნაირია მინდი გქონდა. აი მე მაგრად მეძინება, მაგრამ ტასუნას დაბადების დღეზე უნდა წავიდე აუცილებლად. აიცი როგორც აქ ნახე. გავწევდეთ მე დაყუს. მოდა არ ჩამოწვიდეთ მე ხო გითხარი. აიცი ნუცაც მყავდა, ჩემი ანათლული ლიზიკოც მყავდა, ისე ვიგაგანეთ, ისე გავიგად, რომ ვერც გავიგეთ ერთმანეთის ხვანცალში და სურათების გადაღებად მოიწოდა. რო გადაგვიღო სურათები. მე რა უშარა მეც ვესტუმრები ამ კვირაში, ან იმ კვირაში, სანამ აქეთ იქნებიან და გურიაში არ წავლენ. მეც ვესტუმრები. მაგრამ მეძინება. ეხლა ვფიქრობდი, რომ ნინოს გაუშვებ მეთქი მარტო და მე დავრჩები თქო. ანუ ლაშა და ნინო წავლენ და ისე ლაშამ წამოდირაო და მივდივარ და თორე აი სიამოვნებით ამონქრებოდა. იოანესი რა ისმის? იოანე დაახლოებით 1 საათში უკვე ბულგარეთში იქნება წესით. ნინო იქ თეთრ კარადასთან რომ მიხვალ აქეთაში სათვალე უნდა იყოს ჩემი უფერული, აი ის რომ იკეთია ხოლმე და მომიტანე რა. ანუ შავია რა, დიდები როა. ყავის საიმაში. მიდი გენაცვალე რა, ნახავ ვეღარ ავხსენ. ბუწკები ნახე როგორ დავისავ ქენ დავმალე. წყალი გადავივლე, მაგრამ იმდენადაც ხელა რომ ანუ დუშით თუ ივლი თორე. სხვანაირად აფერი გეშველება. აუ რამდენი ვიცინეთ მე დანუცა ვართ ერთად ბაღიდან მოვდივართ ერთად რა. უბრალოდ შორს გავითხოვდა გურიაში. ხო და თან თანატოლები ვართ. სკოლა სხვადასხვა გქონდა, მაგრამ 24 საათი ერთად ვიყავით მაინც და ეს იცი როგორი ურთიერთობა გვაქვს ბავშვებს ის რო ეჩხუბებენ მე ორ მაგათ ვეჩხუბებდი რომ დაგვაცადეთ მე დაგვაცადეთ ახლა ბორ დავკივლე გაჩერდი აუ ვიხოცებოდით სიცილთან თან აი ბავშვობაში მახსოვს რომ აი ეგეთ ცელ ბავშვებზე ვამბობთ ხოლმე და ნუცა რომ ეტეხა ერთი მაგრა გვაცემინაო და წეღან მაგრად ვეჩხუბეთ ბავშვებს ვერ არ გვაცდიდე არაფერს ხო ეგ ოიდან სპანტერის საუხად. არა, იმაში მიდე. მე ვნახე რომ არაფერი არ არის. აი მე ჩქარა მე მგონი გარეთ გავიდა პატარა. ეს კაბა. რატო არ ვიცმედი აქამდე არ ვიცი. ეხლა რომ გამოვყარე ყველაფერი, ეხლა აღმოვაჩინე რომ მქონია. ეს შევიკერე 26 მაისისთვის. გარდაბანში უნდა წავსულიყავით. ჯვარულის კონცერტი და ეს შევიკერე გევახსოვრებათ ძველ ხალხს. სახეზე არაფერი არ მისვია. საერთოდ არანაირი. თუმცა რაღაცები მოვიცით ქნე და შეიძლება და პუდრით კი არა და რაღაცით დამალვა. ნახე. ნინო. მაგრამ იმდენად ცხელა რომ სულ წყალს ვისხავ აზრი არა აქვს. 1 საათში იონე წესით უკვე იქ იქნება. იონე მხოლოდ მომწერე მივწერე რომ როგორც კი ჩახვალ მომწერე თქო. არც უნახია ფაქტიურად წვდომა არ აქვს ინტერნეტი. აი მე მინდა ჩავწერო ვიდეო ფასებთან დაკავშირებით. აქამდე შეხება არ მქონია, თუმცა ბევრი ვიდეოდან და ბევრი ყველა ანუ გააქვს მაინც ინფორმაცია თუ რა ხდება აეროპორტში ელემენტარულ წყალზე. აქედან დამავიწყდა წყლის წაღება და ვიფიქრე რომ იქ დრაივზე ვიყიდით თქო. სადმეში რა გზაში. და მე რომ ანუ გავწდით ყველანაირ დრაივს იმ ჩვენ ემოციებში და რაღაცაში და კაი იქ ვიყიდით მეთქი რა შენთვის წყარსა. კაი ამ და ღიდეს 2 ლარი? 5 და 50 ღირს 70 თეთრიანი წყალი. რა ხდება ხალხო სირთუ რა ვიცი. ეგ წესი და ტრადიციაა. მე ლაშა მივიდა ერთო დიროლს თუ ორბიც ვიყიდიო თუ რაღაცა ისკევები როა და
ლარი ნახევარი და ლარი და 20 როგორც 7 ლარია. აუ მაგრად ვიცინეთ და არც ერთი არ ვიყიდეთ. 7 და 50. ხო და მე გუშინ ბიძინა რო ამოვიდა რაღაცა ბულკები და რაღაცები ამოიტანა და ესენი ჩაუდრლა გეივანესო შეჭამს თქო და შევჭამეო მომწერა და თუქშია მეთქი იყიდე რამე უკვე იქ რო ჩავიდა თურქეთში და აქ ხო ფასებია და იქ უარეს ანუ ბურგერის მენიუ ბურგერი ფრი რო აიღო ჩვენს თანხაზე გამოდის 30 ლარი ხო და ხარ სადაც იმას ფიქრობ რომ 70 თეთრიანი წყალი 5 ლარი ღირდანო იქ უფრო იაფიღეს ანუ 30 ლარი ამოხდა მე ხო რა ბურგერი 25 ლარი გამოდიოდა ხოლმე შარშან თურქეთში რო ვიყავით თუ შარშან წინ მასე ვაძლევთ 250 ლირას ვაძლევდით ხოლმე რა და ხა ლირა კიდე დაწეული არის რა ხდება ან რაღა ის არის ვიდეოში ჩაწერა მაგაზე ისავ თუ კი ვთქვი თან სასაცილო ის არის რომ გოგოებს რო ეკითხებიან გამყიდველებს რო ეკითხებიან თვითონვე ეცინებათ რა ხდება რა უბედურობა გარეთ გავარდა თან თელი ძალით და სისწრაფით სამივეს მოკიდე ქეჩოში ხელდა აქეთ შემოყარე ერთი თუ დაეჩვივნენ უნდა რომელიღაცა უბედური დარჩეს იქ გარეთ მანქანას აი ნუ არტყი მთელი ძალით ჩქარა იქით არ გავიდნენ აი მაგრად ჩააქვავე და ფეხების დაურტყი იმაზე დაბლა ბიტონზე და გამოვარდები შემოვიდა ნინო შემოვიდა მეთქი აუ აბა მიდი ისა ეგენი აქეთ გადმოიყო ეხა ვერ მიხვდებიან ეხა რო კურტუმში ურტყავ იქიდან მე უნდა ისაკ მისმენ რამე კაი პარკისა ნახე აბა მანდ არა მოდი აუ სადღაცას წეღა კაი პარკი ნა ჩადი მიდი და მანდ ნახე მე მგონი მან დავდე კაი პარკისა რო ისა ტასუნა საჩუქარი ჩაუდოთ ძალიან არარეალური ფასები, ელემენტარული ყავა რო დალიო და რაღაცა რა გაარქით რა უბედურობა მართლა. ათასი ხარახურა მე შეტანილი იქ რო იყიდება ვითომ სუვენირები, ქართული სუვენირები. აი ბაზრობაზე ლარი რო ღირს, აი ეს მჭვრიალები რაღაცები, ეგენი ყოღოდ მართლა. ფასი არ მიკითხია, მაგრამ დარწმუნებული ვარ 15 ლარზე ნაკლები არც ერთი არ იქნება. მაშინ ამოდი რა წეღა რაღაცა ცისფერი ახალი პარკი ჩვენ ოთახში სადღაცას დავდე ეხალაშა თუ დროზე არ გამოვიდა ჩქარა-ჩქარაო მე მეუბნაოდა და გააბა ტელეფონზე ლაპარაკობს აუ ეხა მაგრათაც ხელა თორე ტასოს დაბადების დღეზე ასეც ვიტოდი ტასოს დაბადების დღეს დათუნიათი წავიდოდი ამოვალ თუ არა უნდა დავიძინო ხალხი მუშაობ და სავარაუდოდ შეიძლება იმ გაყინულ თევზებს ჩავეხუტო რაც შეეხება ჩემ თითს ახალ ადგილას გამომიმჟღავდა ინფექცია მე არ ვიცი რამდენად მეტყობა ეს რჩება ეს ხო ფაქტია ხედავთ რა ხდება ანუ მეღიტინება რა არის ხალ გეფხანება თქვი მეღიტინება აი აქ გამიწითდა და აი მე ეხა აი ამაში მაქვს სიცოცხლე და ეს ყველაფერი წავიდა აი აქედან ჩხილები უნდა გამეკეთებინა მაგრამ ღაზრი აქ დაჯექი მოდი ამაში ჩადე შენი წამალი ფეხებზე დაკვენილი ხო დაგლეჯილი წყალი ისაქენი დაუსხი წევან დაუსხი საჭმელი საჭმელი დავყარ ეს არ გაქვთ მოდავარცხნილი მიწერე ტასოს არ გაქვს შენ ტასოს Facebook აბა მე როგორ მიწერე ნომერზე ბაბარე სადღაც ეს კაი ახალი პარკისა დავდე და ხო არიცი
სრულიად ახალი პარკი მეჭირა ხელში. ხატასუნას ალბათ საჩუქარი. ბარბარე გასაღები აკიდია. დილა მშვიდობის სიცოცხლე. დილა როგორია შენი დილა ცხოვრება. შენ გენაცვალე გოგო. წერტილა. დილა მშვიდობის წერტილა. ფშუ. მოდი ცხოვრება შენთან. მოდი პაწაწი. მოდი. მე ის ძალამაზი. ის ტიბიცო. ეს ამას კაცართობია. მე ჩივილამაზ. მე ჩივილამაზ. დილა მშვიდობის ხალხი. ეხლა ნახეთ რა განავა. აი ეს ყოველდღიურად აი ამ რაოდენობის მიწას ვიღებ. ერთხელ კი არა დღეში, რამდენჯერმე. არ არიან ჭიანჭველები, ესენი არიან პატარა ფუტკრები. დავიცე იმედია არ ვიკმეს ახლა. ექსე პროცესს აი აქაც ნახეთ. ამოღებული მიწა. მარტო მანდ არ არის, აი განახოთ ახლა. აი პატარა ფუტკრი ნახეთ შად შევიდა. აი ეგ და აქ იქს გამისქვის ნახეთ. ოღონდ ესენი არ არიან აი რო იკმინებიან და რაღაცა რა. ან თავით არიან არ გაწუხებენ. მაგრამ იმდენად დავიღალია მიწის კთრები წინ და უკან რომ რამშულება ფრითი შეგაწუხებენ. მე ამან გაწეწავლა არის. აი მე პრინცესა. აი მე მოდი რა პრინცესა ჩემი. ეცა თათოები გაგიბეთყო, თათოები. კეჩხუბები, დედი. დაკნავლება დაინახეთ ხარ ვარა პიროგა. აი მე შეგენაცვალე ხმაში, გოგო. აი შენ კიდე გენაცვალე. შენ რა გონია რომ მე კეჩხუბება, შენ როცა ჩემთან ახარ. რა სიცახი ჯებო პატარა გავამწარე. აი მე გაჩრიგე. მე გაგაბრაზადე. ფუტკრებმა არ გითამაშნენ? ვაიმე რა კაცი გოგო. ვაიმე როდის გაიზდები რო ჩაკ. აი მაგრამ მოგეფერო და მაგრა ჩაგეხუტო. ეხლა ვისინია გოგო, არ გაგიტეხო რაღაცა პატარა თათოები. ვეცა ეტუთი. უშიგერად. დედი. ჩემი პატარები. თავზე არ შევიმჩნიოთ ხალხო. მოიცა აქათა, მოიცა მასაც უნდა გაგამწაროთ აქაც თუ ხარ ჩასულები, კი აქაც არის. მაგრამ ეს აქ წყალს ხორვას ხალხონი მერე ვერა. ანუ იცი რა საშვებია, მგონი ცოტა ხანში სახლი ჩავარდება დაბლა იმდენი მიწა აქ. ის ახლა ცხელოდა ერთი. ნუ მთლად ისეთ სიცხეს ვერ დავაბრალებ ჩემს უძილობას დღეს. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ არ მეძინა საერთოდ. ახლა ფუტკრების გარემოცვაში ვზივარ, მე მგონი კაი მსუქნად უნდა წავიდე სამსახურში. აბა შათაკედან ეხლა წყალს ვერ დავასხავ. რომ მოვწყა და ან მოკარა, ჯერ უნდა ავიღო, თორე აი გერა კაკი გოგო როგორ მოკალი ფუტკარი. ის ატლოპადება, ჯერ უნდა აიღო. მე მოწყავ ხომ და მე ახლიდან აგვიკინე.
ეხა იყოს არა მაქვს მაგისი დრო. ნახევარსაათში უნდა წავიდე. დარეკაბუძენიკო, მაგრამ ზუსტად 1 საათი არ ავდექი კიდე, იმიტომ რომ საჭველი მაქვს გამზადებული. ერთი ძირითადი მჭამელი არ მყავს სახში, იოანეს სახით. შეჭამელი მაგას, პლუს მაქვს ყველი, გააკეთებენ გოგოები ტოსტებს და ასე შემდეგ, ასე რომ არაფერი ისეთი არ გავაკეთე რა. შავად ხალხო. ტრები როგორ ხო ისა ერთი ზუსტად ვიცი რომ სანამ იოანე ჩამოვა ეს ალაგ-ალაგ უნდა მეძინოს რა ადრე იყო ესე ნინო მყავდა პატარა რომ იოანე წავიდა პირველად თურქეთში ლაშა წაიყვანა ლაშა გაყვა მაშინ აკრიანი სიმღერა წავიდა და აი ვიფიქრე ახლა რა კარგია მეთქი ხა ლაშა რო იყო წასული შვიდად ვიყავი რა წესით asta eu pentru tot la capitolul unde e. Vădi? Ჩაგაცეცხლ. და ნინოს რო დავაძინებ, მეც კარგად დავიძინებ, რაღაცა იმიტომ მაშინ ივანიც პატარა იყო და უბრალოდ მაინც უნდოდა და რაღაცა და მეთქი გეგმებს ვაწყობდი რომ ძალიან მაგრად დავიძინე, ძალიან მაგრად ვიქნები სანამ ჩამოვლები. ანუ სანამ ჩამოვიდნენ, ხო რამდენიმე დღე იყო, 5 დღე იყვნენ თუ რაღაცა. შად. ჩემი დამამატა. ხო თქვი ძალიან მაგარი ამიაღე ხელში. აქედან გადავიდე ხარ თოლი. ვერა მაგ კარგასაკ. ხო და მithumetes რომ ახლა წასულია. კომუნიკაცია გვაქვს, იმიტომ რომ სადაც შედიან და რაღაცა. Wi-Fi არის. რომელია აქ? ჩემი ბიჭი ყოფილა პანდა მოსულა ჩემთან. იქ ბავშვები რომ დედასთან წავიდა, შენ არ წახველი? დედასთან არიან ჭამემფიებს, შენ რატო არ წახვედი, დედი? ჩემი ცხოვრება. გოში გვემოვალ ტასუნას იუბილედან. ტასუნას აჩქარი მოეწონა, პატარა მტვერშას როდი წაუღე და USB კაბელით იტენება და რა ვიცი. ძალიან მოეწონა, იდგნენ და ალაგებდნენ. კუკუ კაბაძე, მე თამაშები კამი ბუჭდება. აი, აბა დაინახე. მე ვიცი რა ცუდა გავაკეთო, ის მაქვს დიხლოფოსი. დედას გიტირებს, და ეს უბრალოდ თვინებია, რა მაგ ფლატგები წავალ ჯანდაბას. წავედ ხახლა იქით გადავიდეთ, სორი. მინას სიკვდილებენ ესე. პრინციპში ის მაგის გამო ვერ ვჭდები ხოლმე მან. Tagad jāmbebī. Tas tev simēps. Šaukeni rezini. Saptam vārdu. Xoda რომ მოვედით. საერთოდ არც ერთის დაძინებას არ დაველოდე წავედი და კარგად იყავით მეთქარ. წავედი და დავწიქ და დავიცინე. რა კაია დღეს ვარ ჩქარ. ტანსაც მეც ამით მივდივარ. ერთადერთი ჩემი საქმე რაც არის გამოვშუბუცვათ ჭუკებს. არ უნდა შემეყვანა, მაგრამ რომ მოვედით წინ წკლავდა. ესე იგი ხალხო გუში მიბანავი და წავედი და გადავივლე წყალი რომ სიცხისგან ვიყავი შეწუხებული. ხო და ამ ვიდეოს ბოლოს ტასუნის იუბილეის კადრებს დავდებ და იქ ჩანს ტორტის მჭყონიალები, ხო იცი ტრენდი როა
გვიგვინი რომ უნდა დაიდგა და მე ამ ჭყურებს შეუბერო. ხო და მე წინა მხარეს ვიდექი რომ აი შებერის კადრები გადავიღო. როდესაც შეგეუბნო და საწოლში ჩავწვი. პირდაპირ პირზე თავჭყრიალები, მაგრამ აღარ გამეცალა ხახნო ეს აი თითქოს რო არ გაყრია, მაგრამ ანათებ. ახლა ვფიქრობ ინტერნეტით ჩავთა რომ ივანეს ვიწერო მეთქი, მაგრამ ეგეც თავს ჩემ თავს ვებნევრი უკვე ძალიან პანიკური არის და ანუ მაგ დროს ვიცი ხოლმე თავის ხელში აყვანა და ვფიქრობ რომ არ ვიზავ მაგას. ბარბარეს დაურეკავ ხოლმე და ბარბარე მიწერს რა. ანუ ახლა ერთხელ და ორჯერ რო გავიგო ამბავი სანამ მოვალ. რატომ ნერვიულობ იცით? უბრალოდ იმიტომ რომ დღეს იწყება ის პროგრამა, რა პროგრამისთვისაც ჩავიდნენ ბავშვები. და გუშინ ჩავიდნენ ერთი დღით ადრე თავისი ინიციატივით, რომ დაეთვალიერებინათ. ანუ იქ ვიღაცა რომ ანუ იმ პროგრამის ფარგლებში რომ ვიღაცა პასუხისგებლობა აიღოს ამ ბავშვებზე, ჯერ ის დრო არაა. ანუ საღამოს 6-ზე თუ 5-ზე იწყება ეგ და იმაში რომ მოკიდებენ ამ ბავშვებს ხელს, გამოუშვებენ 10 დღის მერე თუ 9 დღის მერე. ხო და ახლა სანამ იმ დრომდე მივლენ ჩემი მემართება, იმიტომ რომ აი სულ ერთად მოძრაობენ 5 ვინ. ანუ გიკმინა წყოვრება. აი მე უკმინა ბუტკანმა გოგო. გაუში დაიცადე უკმინეს. როგორ დაიჭვიტინ და ინახეთ. რა შეიძლება გავაკეთო? როგორ შეიძლება რაღაცა აი ბიჭები იქით რაც საკეთებენ და ბიტონებით არ წასასმელი და მაგას რო გახსნიან აი წაუსმე რომ მოშორდნენ და ძალიან ტვინწა იღეს ყოველ დღე ერთი მანქანა მიწა გამაკაკები. ხო და ერთ სიტყვით ეგ მომენტი არის რა რომ აი ეს ქნას დაბინავდნენ ნორმალურად. კარგად იციან ყველა ინგლისური, გუშინ მშვენივრად მონახეს სასტუმრო თუ პატარა ისა რომ ერთი დღე დაეძინათ. ხო და აი მაგ ამბებში არიან. ერთ მხრივ კარგია, სულ იმას ვამბობ ხოლმე რომ იოანე ისეთი ცოტა დაბნეული ადამიანია და მიეკუთვნება მაგ რიცხვს. ხო და აი ეს მომენტები კაია ეგეთი ხალხის შემოსალაწუნებლად. რომ იცოდეს რომ ყველა თავია ისე გადაწყვეტილების პასუხისმგებელია და ანუ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება რომ თან სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, იმიტომ რომ სასაცილო ოგოში რო დარეკა მომწერა უფრო სწორად რომ ერთ-ერთი იმას შევედითო რომ ვეძებდითო და დასარჩენ ადგილს რა იქვე სოფიაში დედაქალაქი. გეებით არის სავსე აქავრობა დედაო. აი მე შვილო თქვენგანს და გახარებათ ერთად იყავით. მე ის დამეწყვა მანქანა რო გაჩერდება თუ ავტობუსთან არ გაჩერდება არ ჩამოხვიდე ეგ დამეწყვა. ხო და მე მალე მომწერა რომ ნახეთ სხვა ჰოტელიო თუ რაღაცა და ისე გადავედით იქ და всё დავიძინებთ კარგად ვარ 7-ად ვართ. ხო და ეხა დღეს ისა არ ვიცი ჯერ ეძინებათ ალბათ, იმიტომ რომ მომდე ორჯერ მგზავრობა ვერ დაიძინეს, ვერ დაისვენეს და პლუს კიდე ეგ ამბები. აი ასე ხა წავედი ხარ ხომ დაგემშვიდობებით რომ ვიდეოს გაკეთებაც მოესწროს 5 წუთია 25 წუთში მივიდიო. ამას შევიკრავ ახლა და გამოუშვებ იმათ. ეს მანქანით მივიდივარ და არ ჩქარო. ბაბა თქვენიცით დილამ შვიდობის გქონოდეთ ბედნიერების ჯანმრთელობის სერიოზულად გავიკეთე. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. რაც შეეხება თიც დღეს უნდა დავიწყე ჩამოდი ძირს. ჩამოდი დაბლა. დღეს უნდა დავიწყო ანტიბიოტიკი, იმიტომ რომ საკმაოდ გაიშალა ინფექცია.
იცი როგორ არის, აი დალურჯებული რო გაქვს ადგილი და მე გავლის პროცესში რო გადის, მაგრამ რო ფართოვდება და ბევრ ადგილს რო მოიცავს, მსგავსად არის. აქ აღარ მაქვს, აქ ოდნავ მაქვს რაღაც დაბუჟებული თვალი, ხა აი აქ და აქ. ანუ გავიდა. მაგრამ მაწუხებს და ანტიბიოტიკი მაინც უნდა დავლიო ეს რამდენიმე დღე. აბა ბედნიერ დღეს გქონოდეთ ყველას. Happy birthday! Happy birthday to